მიგრანტების საკითხი ევროპის აქილევსის ქუსლად იქცა. მოუწევს თუ არა დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის სავარძლის დატოვება. რატომ ემუქრება ტრამპი კალიფორნიის შტატს სახაზინო ფინანსირების შეკვეცით? ფრიდრიხ მერცი ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. მიგრანტების საკითხი მწვავედ რომ დგას ევროპაში, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ პრობლემა ნელ-ნელა ეგზისტენციალური ხდება. სწორედ ამ საკითხის გადაუჭრელობის გამო აღზევდნენ ულტრამემარჯვენეები ევროპაში. ზოგ ქვეყანაში ისინი უკვე სამთავრობო კოალიციის წევრები არიან. ამჯერად ეს თემა ნიდერლანდებში გახდა სამთავრობო კოალიციის დაშლის მიზეზი. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში ევროსკეპტიკოსთა ანტი-ისლამისტურმა ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა იმდენი ხმა ვერ მიიღო, რომ ქვეყანა დამოუკიდებლად ემართა. ამიტომ შეიქმნა 4 პარტიისგან შემდგარი კოალიცია, რის მთავარი პირობა ის იყო, რომ პრემიერ-მინისტრი ულტრამემარჯვენეთა ლიდერი ხერტ ვილდერსი არ იქნებოდა. კოალიცია ნეიტრალურ კანდიდატ დიკ სხოფზე შეჩერდა, მაგრამ წელიწად ნახევარში ეს კოალიცია დაიშალა, რომლის მიზეზი მიგრანტების საკითხი აღმოჩნდა. ხერტ ვილდერსმა განაცხადა, რომ მისი პარტია უკმაყოფილოა მიგრანტების პრობლემის მიმართ მთავრობის პოლიტიკით და მთავრობას მეტი აქტიურობისა და გამბედაობისკენ მოუწოდა. მან ქვეყნის ადმინისტრაციას მიგრანტთა კანონის გამკაცრება ურჩია. ვილდერსის აზრით მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ლტოლვილების ახალი ნაკადის მიღება, დახუროს ლტოლვილების განთავსების ცენტრები და სირიის ახალ მთავრობასთან სირიელი ლტოლვილების დაბრუნებაზე მოლაპარაკება დაიწყოს. კოალიციაში შემავალი 3 პარტია ვილდერს არ დაეთანხმა. შესაბამისად, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კოალიცია დაიშალა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. მანამდე კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ისევ დიკ სხოფი შეასრულებს. დიკ სხოფის ბედი რომ არ გაიზიაროს, საბერძნეთის მთავრობამ პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის თაოსნობით მიგრანტთა შესახებ გამკაცრებული კანონი მიიღო, რომლის მიხედვით ქვეყანაში უკანონოდ ყოფნა მომავალში 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთი დაისჯება, ხოლო დეპორტაციამდე დაკავების ვადა 18-დან 24 თვემდე გაიზრდება. ასევე გაუქმდა წინა კანონი, რომელიც საბერძნეთში არალეგალურად შესულ მიგრანტებს 7 წლის შემდეგ ბინადრობის ნებართვის მიღების საშუალებას აძლევდა. როგორც საბერძნეთის პრესა იუწყება, საბერძნეთის მთავრობამ გაიზიარა ტრამპის იდეები და არალეგალების გაძევება მოინდომა, მაგრამ საბერძნეთი ევროკავშირის წევრია და ბრიუსელთან შეუთანხმებლად ამის გაკეთება გაუჭირდება. ფაქტია, რომ გადარჩევის შიშით შეპყრობილი ევროპის ქვეყნების ზოგიერთი მთავრობა კანონებს მიგრანტების შესახებ აჩქარებულად ამკაცრებს. პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მსოფლიო მასმედიისა და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მძაფრი ყურადღების ქვეშ მიმდინარეობდა. ან რა გასაკვირია, პოლონეთი ხომ ნატოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი და უძლიერესი წევრია, რომლის პოლიტიკურ კურსს დიდი გავლენა აქვს დასავლეთზე. პოლონეთში მთავარი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ხელშია, თუმცა პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია და რაც მთავარია, მას კანონზე ვეტოს დადების უფლება მოსილება აქვს. ტრადიციულად პოლონეთში 2 პოლიტიკური ბანაკი უპირისპირდება ერთმანეთს. პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის ლიბერალური სამოქალაქო პლატფორმა და ლეხ კაჩინსკის კონსერვატული ფრთა
კანონი და სამართლიანობა. ამ არჩევნებშიც პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატები ამ ორი ბანაკიდან იყვნენ. ლიბერალებს ვეტერანი პოლიტიკოსი ვარშავის ახლანდელი მერი რაფალ ტრასკოვსკი წარმოადგენდა. კონსერვატორებს კი ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსი კაროლ ნავროცკი. არჩევნებს მეორე ტური დასჭირდა. პირველი ტური სიურპრიზების გარეშე ჩატარდა. მეორე ტურში კი პოლონეთის პრეზიდენტობის ეს ორი კანდიდატი გადავიდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პირველ ტურში მესამე და მეოთხე ადგილები ულტრამემარჯვენეებმა გაიყვეს, რაც იმის დასტურია, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კონსერვატულადაა განწყობილი. მეორე ტურის დასასრული ერთობ დრამატული აღმოჩნდა. პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიამ exit polls შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით არჩევნებს ლიბერალი კანდიდატი იგებდა. სხვა კვლევებიც იგივე საჩვენებდა. რაფალ ტრასკოვსკი და მისი გუნდი უკვე გამარჯვებას ეიმობდა. კონსერვატორები კი დუმდნენ და ყველა ბიულეტენის დათვლას ელოდებოდნენ. დილისკენ ყველა გაუცებული დარჩა. თითქმის 2%-იანი განსხვავებით კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ არჩევნები მოიგო. ლიბერალებს მარცხის აღიარება მოუწიათ. ნავროცკის გამარჯვებით დასავლეთის ლიბერალები და კერძოდ ტუსკის გუნდი საგონებელში ჩავარდნენ. გაისმა კითხვა, რატომ წააგეს ლიბერალებმა ეს არჩევნები და რა გავლენა ექნება მათ ამ მარცხს ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე. მარცხის მთავარ მიზეზად მოსახლეობის ტუსკის მმართველობით უკმაყოფილება სახელდება. ექსპერტები გაოცებას ვერ მალავენ. უცნობმა პოლიტიკოსმა ვეტერანს მოუგო. თან ამ ახალბედა პოლიტიკოს დიდი არაფერი საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებია. ამ არჩევნების შედეგებით პოლონელებმა ტუსკს უბრალოდ ყვითელი ბარათი უჩვენეს. ამ დროს ტუსკი დიდი ხანი არ არის, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. 2023 წელს პოლონელმა ხალხმა ის დიდი იმედებით აირჩია, მაგრამ როგორც ჩანს, პრემიერმა ამორჩეველს იმედი გაუცრუა. საარჩევნო კამპანიის დროს ტუსკის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური რეფორმები დღემდე არ გატარებულა. როგორც ყველგან ევროპაში, პოლონეთშიც ლიბერალებმა მხოლოდ ერთ თემას მოჰკიდეს ხელი სერიოზულად. ესაა გენდერული და LGBTQ პოლიტიკა. ხალხს კი სულ სხვა პრობლემები აწუხებს, მაგალითად, ეკონომიკა და უსაფრთხოება. ნავროცკის გამარჯვებით შეშფოთებულმა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის წინაშე მისი მთავრობისადმი ნდობის საკითხი დააყენა, რომლის განხილვა და კენჭისყრა 11 ივნისს შედგება. თუ პარლამენტი დონალდ ტუსკს უნდობლობას გამოუცხადებს, რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება და თუ კენჭისყრას მოიგებს, პრემიერ-მინისტრად დარჩება, მაგრამ მას ახალ პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა მოუწევს, რაც სულ არ იქნება მარტივი. ნავროცკის გამარჯვების გახარებული დარჩნენ ტრამპისტები. ამერიკის პრეზიდენტი პირადად უჭერდა ნავროცკის მხარს. ერთი თვის წინ იგი ტრამპს თეთრ სახლში ეწვია. ამერიკის პრეზიდენტი შეხვედრით კმაყოფილი დარჩა. რაც შეეხება უკრაინას, ნავროცკი როგორც პოლონეთის მთელი პოლიტიკური სპექტრი ანტირუსულადაა განწყობილი. ამიტომ ახალი პრეზიდენტი ალბათ ზელენსკის დაეხმარება. ოღონდ ის უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. ნავროცკის არჩევით ბრიუსელმა მწარე მარცხი განიცადა. ბრიუსელის ისტებლიშმენტი იმთავითვე მისი წინააღმდეგი იყო და მას ორბანსა და ფიცოს ადარებდა. ახლა ბრიუსელსაც მოუწევს კომპრომისზე წასვლა და პოლონეთის ახალ პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა. კალიფორნიაში ყოველ წელს სკოლის მოსწავლეთა შორის მძლეოსნობაში შეჯიბრი ტარდება, რომელიც სხვა შტატების ჩემპიონატებთან შედარებით განსაკუთრებული და ძალიან პოპულარულია. შეჯიბრში მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ წლევანდელი ჩემპიონატი დიდი სკანდალის ფონზე ჩატარდა. სკანდალი კი გოგონათა შორის შეჯიბრში ტრანსგენდერი მოსწავლის
ჰერერას მონაწილეობის გამო აგორდა, რამაც სპორტსმენებისა და მათი მშობლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგმა მშობელმა ეს ამბავი საჯაროდ და ხმამაღლა გააპროტესტა და უკმაყოფილება პერფორმანსითაც გამოხატა. საკვალიფიკაციო რაუნდების დროს სტადიონს პატარა თვითმფრინავმა გადაუფრინა, რომელზეც ბანერი იყო მიკრული, წარწერით ბიჭები გოგონათა სპორტში არ უნდა მონაწილეობდნენ. მშობლების თქმით, კალიფორნიის სკოლების ფედერაციამ შეცდომა დაუშვა, რომ ტრანსგენდერ ქალს გოგონების შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მისცა. ფედერაციამ თქვა, თქვენს წუხილს ვიზიარებთ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენებურად გავაკეთებთ, რადგან ეს წესი ყველა ბიოლოგიურ ქალს შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას უადვილებს. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას ნიშნავს ბიოლოგიური ქალი. ჰერერამ კი შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა. სკანდალი კალიფორნიის შტატის ფარგლებს გასცდა და ვაშინგტონამდეც მივიდა. ამერიკის პრეზიდენტმა როგორც კი შეიტყო ეს ამბავი, უმალ განცხადება გააკეთა. მან მწვავედ გააკრიტიკა კალიფორნიის ხელმძღვანელობა და შტატს საბიუჯეტო ფინანსირების შეკვეცით დაემუქრა. ბიოლოგიურმა მამაკაცმა კალიფორნიის შტატის გოგონათა შეჯიბრის ფინალში იასპარეზა და დიდი გამარჯვება მოიპოვა. ეს უსამართლობაა და სრულიად დამამცირებელია ქალებისა და გოგონების მიმართ. ადრე მე ყველა გუბერნატორი გავაფრთხილე. ახლა კი ვინც კანონი დაარღვია, უზარმაზარ ჯარიმებს დაელოდოსო, განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, ტრამპმა თებერვალში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების მონაწილეობა ქალთა სპორტში იკრძალება. მოგვიანებით ტრამპს კამათი მოუვიდა მეინის შტატის გუბერნატორ ჯანეტ მილსთან, რომელმაც განაცხადა, რომ ის არ შეასრულებს ტრამპის განკარგულებას და სასამართლოში საჩივარ შეიტანს. დონალდ ტრამპმა გაკვირვება გამოთქვა კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომის მიმართ. გევინ ნიუსომი ძალიან პოპულარული პოლიტიკოსია. მან ორჯერ მოიგო კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნები. მას დემოკრატების მომავალ ლიდერად მოიაზრებენ. ბაიდენის მარცხის შემდეგ ნიუსომი ხშირად აკრიტიკებს თავის კოლეგებს დემოკრატიული პარტიიდან. მისი აზრით, LGBTQ თემაზე კონცენტრირება ძალიან წამგებიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება ტრანსგენდერების მონაწილეობას ქალთა სპორტში, ნიუსომი დღემდე თვლიდა, რომ ეს ქალების მიმართ არასწორია. ახლა კი გუბერნატორმა ასეთი რამ დასაშვებად მიიჩნია და კომენტარს თავი აარიდა. ტრამპის მუქარის შემდეგ კალიფორნიის გუბერნატორსა და სასკოლო ფედერაციას ამერიკის გენერალური პროკურორი პემ ბონდი და განათლების მინისტრი ლინდა მაკმეჰონიც დაემუქრნენ. ისინი ახსნა განმარტებას ითხოვენ, რატომ დაირღვა პრეზიდენტის განკარგულება. გერმანიის ახალ კანცლერს ფრიდრიხ მერცს რამდენიმე თვეში 70 წელი შეუსრულდება. იგი დასავლეთ გერმანიის საუერლანდის მხარის ქალაქ ბრილონში ელიტურ ოჯახში დაიბადა. პაპამისი გერმანიის სათავეში ნაცისტების მოსვლამდე და მერეც ქალაქ ბრილონის მერი იყო. მამამ ცნობილმა მოსამართლემ თავის დროზე არაერთი ავად ცნობილი ნაცისტი გაასამართლა. დედა გაგერმანელებული ფრანგული არისტოკრატული ოჯახიდან იყო. მომავალმა კანცლერმა ბავშვობა ბრილონში გაატარა. ცელქი ბიჭი ყოფილა. სკოლას ხშირად აცდენდა თურმე და ხულიგნობდა კიდეც, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ სერიოზული და ჭკვიანი ახალგაზრდა დადგა. ჯარში თავისინებით წავიდა, სადაც არტილერისტად მსახურობდა. მარბურგისა და ბონის უნივერსიტეტებში იურიდიული განათლება მიიღო. სტუდენტობაში ქრისტიანულ დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა იურისტად, იურისკონსულტად, ადვოკატად და ბოლოს მოსამართლე გახდა. პარალელურად პოლიტიკაშიც იყო ჩართული. მერცი ბრილონის ქრისტიანულ დემოკრატიულ პარტიას ლიდერობდა. იყო მისი იურიდიული ექსპერტი.
1999 წელს 35 წლის ფრიდრიხი ევროპარლამენტის წევრად აირჩიეს, სადაც ფინანსური კომისიის წევრი იყო. სწორედ აქედან დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა. 1994 წელს გერმანიის პარლამენტის ბუნდესტაგის წევრი გახდა, სადაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წამყვანი ფინანსური ექსპერტის პოზიცია დაიმკვიდრა. ფრიდრიხ მერცმა მომდევნო 15 წელი გერმანიის პარლამენტში გაატარა. ის თავისი ენერგიულობით, ორატორული ნიჭით, პოლიტიკური კამათის უნარით გამოირჩეოდა და პარტიის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებოდა. 1999 წელს გერმანიაში პოლიტიკური სკანდალი აგორდა, რომელიც ქრისტიანულ დემოკრატიულ პარტიას ეხებოდა. 80-იან წლებში ბუნდესკანცლერ ჰელმუტ კოლის ფარული ჩანაწერები ამოტივტივდა. აღმოჩნდა, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროება ჰელმუტ კოლის მიყურადებას აწარმოებდა. ჩანაწერებში დიდი საგანგაშო თითქმის არაფერი იყო, ერთი საძრახისი ფაქტის გარდა. ჰელმუტ კოლმა გერმანიის გაერთიანებაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი რომ დაეთანხმებინა, მას ერთი არც თუ მთლად კანონიერი რამ შესთავაზა. სახელდობრ ფრანგულ ნავთობკომპანია ტოტალს გერმანულ ტენდერს მოაგებინებდა. ამ ამბავმა დიდი სკანდალი გამოიწვია და კოლის მეგობრებს პარტიული თანამდებობების დატოვება მოუხდათ. მაშინ პარტიამ ახალი ლიდერის პოსტზე ორი კანდიდატი ფრიდრიხ მერცი და ანგელა მერკელი დაასახელა. მერკელმა არჩევნები მოიგო, მერცს კი უკან დახევა მოუწია. და მაინც თავისი მყარი ავტორიტეტის წყალობით იგი ბუნდესტაგში პარტიული ფრაქციის ხელმძღვანელი გახდა. აი, აქ იწყება მერკელისა და მერცის დიდი შეჯიბრი გავლენის მოსაპოვებლად. ეს ორი გერმანელი მოღვაწე ადამიანური თვისებებითაც და პოლიტიკური შეხედულებებითაც დიდად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მერცი უფრო მეტად კონსერვატორი იყო, მერკელი კი ცენტრისკენ იხრებოდა. ბოლოს და ბოლოს მერკელმა აჯობა. გაბრაზებულმა მერცმა კი პოლიტიკა დატოვა და კერძო სექტორში გადავიდა, რასაც მოგეხსენებათ, ხშირად აკეთებენ ხოლმე დამარცხებული პოლიტიკოსები. ფრიდრიხ მერცი ბიზნესშიც წარმატებული აღმოჩნდა. ის არაერთ მსხვილ კომპანიას ედგა სათავეში. იყო მსოფლიოში ცნობილი ამერიკული კონგლომერატის BlackRock-ის გერმანული ფილიალის უფროსი. მაშინ მან დიდი ფული იშოვა. მულტიმილიონერი გახდა. მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც გამოურევდა ხოლმე რაღაც კომენტარს პოლიტიკაზე, მაგრამ აქტიურ პოლიტიკაში არ ერეოდა. 2018 წელს, როცა ანგელა მერკელი პარტიის ლიდერობიდან გადადგა, ფრიდრიხ მერცმა პოლიტიკაში დაბრუნებაზე დაიწყო ფიქრი, რის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა. პრესკონფერენციაზე იხუმრა, გახსოვდეთ, ჩემი გვარი როგორც მარტის თვე ისე ჟღერს, მაგრამ სხვანაირად იწერებაო. ანუ ჩემგან რაღაც განსხვავებულს ელოდეთო. პოლიტიკაში დაბრუნებულმა მერცმა სწრაფად მოიპოვა ავტორიტეტი ხალხშიც და პარტიაშიც, მაგრამ მერკელის ნაანდერძევი პოლიტ-ისტაბლიშმენტი მას წინ ეღობებოდა. პარტიის ლიდერად ჯერ მერკელის პროტეჟე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი აირჩიეს. მერე არმინ ლაშეტი. ამ უღიმღამო პოლიტიკურმა ფიგურებმა მერკელთან ერთად, რომელიც კანცლერად დარჩა, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია არჩევნებში დამარცხებამდე მიიყვანეს, რაც იმით დამთავრდა, რომ 2022 წელს პარტიამ მესამე მცდელობით ლიდერად ფრიდრიხ მერცი აირჩია. მაშინ ქრისტიან-დემოკრატები ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. მერცი პარტიასაც ლიდერობდა და ბუნდესტაგში ფრაქციის უფროსიც იყო. 2024 წლის ბოლოს მართველი შუქნიშნის, ანუ სამფერი კოალიცია დაიშალა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გამოცხადდა. ეს ის დროა, როცა გერმანიაში ულტრამემარჯვენეები აღზევდნენ, რომელთა საქმე მაშინ მიგრანტების თემამ წასწია წინ. ფრიდრიხ მერცმა ულტრამემარჯვენეებისთვის
ხმების წართმევა გადაწყვიტა და საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ თემად სწორედ მიგრანტების საკითხი გამოაცხადა, თუმცა მალე გერმანიის პოლიტიკური ელიტის კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ბუნდესტაგში კენჭისყრაზე მიგრანტების შესახებ კანონის გამკაცრების საკითხი დააყენა და ეს ულტრა მემარჯვენეებთან ერთად გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს პირველი ასეთი გაბედული ნაბიჯი იყო. ამ ამბავს მერს დღესაც უხსენებენ ხოლმე. ქრისტიან-დემოკრატები არჩევნებში პირველ ადგილზე კი გავიდნენ, მაგრამ ქვეყნის დამოუკიდებლად სამართავი ხმების საკმაო რაოდენობა ვერ მიიღეს. შესაბამისად, კოალიციის შექმნა დაიწყო. მერცმა თავიდანვე გამორიცხა ულტრა მემარჯვენეებთან კოალიცია და სოციალ-დემოკრატებთან გამართა მოლაპარაკება. 13 მარტს კოალიცია შეიქმნა და 3 დღის შემდეგ ბუნდესტაგმა მერცი და მისი კაბინეტი დაამტკიცა. ასე გახდა ფრიდრიხ მერცი გერმანიის მეათე ბუნდესკანცლერი, თუმცა მოვლენამ სკანდალის გარეშე ვერ ჩაიარა. პირველი კენჭისყრის დროს მერცმა ხმათა უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ასეთი რამ თანამედროვე გერმანიის ისტორიაში პირველად მოხდა. როგორც გაირკვა, მისი პარტიის ზოგიერთმა დეპუტატმა ულტრამემარჯვენეებთან წინანდელი კავშირის გამო მერცი დასაჯა. მეორეჯერ მცდელობაზე ფრიდრიხ მერცმა უმრავლესობა მიიღო. მერცი თავის თავს სოციალ-კონსერვატორს უწოდებს. ეკონომიკაში ლიბერალურ იდეებს იზიარებს, ანუ ბიზნესში სახელმწიფოს ნაკლები ჩარევისა და გადასახადების დაწევის მომხრეა. საგარეო პოლიტიკაში ატლანტისტი და ევროკავშირის გაძლიერების მხარდამჭერი, უკრაინის საკითხში კი მკვეთრი ანტირუსული პოლიტიკის მიმდევარია. ფრიდრიხ მერცის სიმაღლე 198 სანტიმეტრია. ჩანს კიდევაც, როცა კადრში სხვა პოლიტიკოსებთან ერთად დგას ხოლმე. მისი მეუღლე მოსამართლეა. წყვილმა ერთმანეთი სტუდენტობის დროს გაიცნო. ფრიდრიხ მერცს 3 ზრდასრული შვილი ჰყავს. უფროსი ვაჟი ფილოსოფიური აკადემიის რექტორია. ერთი ქალიშვილი ცნობილი ექიმი, მეორე კი იურისტია. მერცი მორწმუნე კათოლიკეა და აქტიურად მონაწილეობს ეკლესიურ ცხოვრებაში. დღეს ასე დავამთავრებ, მადლობა რომ გვისმენ და გვიყურებთ. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.